აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირან ტრამპი ახალ შესვა აფრთხილებას აძლევს. ყოველ ჯერზე, როცა ირანი ჰორმუზის სრუტეში გემს დაესხმება თავს, შეერთებული შტატები გაანადგურებს ერთ ირანულ ხიდს ან ელექტროსადგურს, მათ შორის ობიექტებს კაპიტოლიუმის მახლობლად. ამასთან, ირანი აცხადებს, რომ პასუხად დაარტყამს ხიდებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მთელ რეგიონში. არლინ პლახმაიერი ბოლო ესკალაციებზე გვაცნობებს. აშშ-ში ირანს მე-11 დღეა შეუტია, ვრცელდება ცნობები, რომ გასული წლის 12 დღიანი ომის შემდეგ ირანმა ათასობით ბირთვული ცენტრიფუგა და შესაძლოა თავისი მაღალგამდიდრებული ურანის ნაწილი ბიგ-იქს მთის ქვეშ მდებარე მიწისქვეშა ობიექტში გადაიტანა ნატანზის მახლობლად. პასუხად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება მიწისქვეშა ობიექტებზე დარტყმით. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი ცდილობს ბირთვული პროგრამის აღდგენას და გააფრთხილა, რომ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ამ ცდილობებთან იქნება დაკავშირებული, დარტყმის ქვეშ მოექცევა. ჩვენ ძალიან დიდი ალბათობით სწორედ იმ ტერიტორიას დავარტყამთ. და არ არის. ისინი ვერაფერს გააკეთებენ ამის წინააღმდეგ. იცით, ჩვეულებრივ ამას არ ვითხოვდი. თუ ვფიქრობდი, რომ რამე შეძლებდნენ ამის წინააღმდეგ, ამას არასდროს ვითხოვდი. მაგრამ მალე იმ ტერიტორიას დავარტყამთ და ძალიან ძლიერად. ბოლო გაფრთხილება მოდის მაშინ, როცა პენტაგონი კონგრესში რთულ კითხვებს აცხდება კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მეხუთე თვეში შევიდა. სენატის მოსმენაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰექსეტმა განაცხადა, რომ ომმა უკვე 37.5 მილიარდი დაუჯდა შეერთებულ შტატებს. ჰექსეტმა ასევე დაიცვა აშშ-ის სამხედრო ოპერაციები ჰორმუზის სრუტეში, სადაც ირანის ძალები კვლავ აგრძელებენ კომერციული გემების მიზანში ამოღებას, მიუხედავად დაძაბულობის შემცირების მიმდინარე მცდელობებისა. ამჟამად გვაქვს ბლოკადა ყველა ირანული გემისა და ირანული. ეფექტურია. მაგრამ კანონმდებლები ამტკიცებდნენ, რომ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ აქვს გამარჯვების მკაფიო გზა. თქვენ ბატონო ხართ მარცხის მიზეზი. და არა ის მამაკაცები და ქალები, რომლებიც იმ წინა ხაზზე არიან. და არა ის მამაკაცები და ქალები, რომლებიც ღირსეულად იცავენ თავიანთ ღირსებას. მაგრამ თუ გამარჯვების სტრატეგია არ არსებობს, ისინი საფრთხეში არიან. მათმა ლიდერებმა ვერ გაამართლეს მათი იმედი. ეხლა ირანი აფრთხილებს, რომ თუ მის ბირთვულ ობიექტებს კვლავ შეუტევენ, პასუხს გასცემს. მაგრამ ამავდროულად ის აგრძელებს აშშ-ის მოკავშირეებზე თავდასხმას რეგიონში, განსაკუთრებით იორდანიაში, ქუვეითში და იორდანიის. არმია აცხადებს, რომ ირანმა 6 რაკეტა გაუშვა ქვეყნის მიმართულებით. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები არ გაუშვიათ, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ქალაქ ეილატში, რომელიც ახლოსაა იორდანიის საზღვართან, აფეთქებების ხმა ისმოდა. ამიტომ ისრაელი ახლა წყვეტს, რა ნაბიჯი გადადგას შემდეგ, მაშინ როცა ვაშინგტონი გადაწყვეტს გაამწვავოს სიტუაცია, თუ შეეცადოს შეთავაზებულ ზავის მიღწევას. საკითხის დეტალურად განსახილველად ჩვენთან ერთად ეხლა დანა სტრალია, ყოფილი თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ასევე ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევითი დირექტორი. დანა, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ხართ i24 News-ზე. მინდა დავიწყო პრეზიდენტ ტრამპის ამ ბოლო დირექტივით. მან არაერთხელ დაიმუქრა ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურებით. ეხლა კი ამბობს, რომ ეს უკვე ნებადართულია. ჰორმუზის სრუტეში გემებზე თითოეულ თავდასხმაზე ერთი ხიდი ან ელექტროსადგური იქნება დარტყმის ქვეშ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს დირექტივა? რამდენად სერიოზული ოპერაციული ცვლილებაა ეს სინამდვილეში? პირველ რიგში ერთ-ერთი სირთულე პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებსა და მუქარებთან ის არის, რომ ის მუდმივად აკეთებს ესეთ მუქარებს, მაგრამ შემდეგ ისინი არ სრულდება. რაც ნათელია, ის ფიქრობს, რომ თავისი ქმედებებით რიტორიკას ამძაფრებს და ეს აიძულებს ირანის რეჟიმს უკან დაიხიოს. თუმცა უკვე თვეებია ვხედავთ, რომ მუქარები მხოლოდ მუქარებითვე პასუხდება თეირანის მხრიდან. მეორეც, შეერთებულმა შტატებმა უკვე გააფართოვა სამიზნეები ამ ინფრასტრუქტურულ ობიექტებამდე. განსაკუთრებით ბანდარ აბასის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. რაც ხდება არის ის, რომ ხიდები, რკინიგზები და სხვა ინფრასტრუქტურა სპეციალურად არის შერჩეული, რათა დააზიანოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც ირანის სამხედროებსა და ირანის რევოლუციურ გვარდიას საშუალებას აძლევს შეივსონ მარაგები. ესე რომ რეალურად აშშ-ის სამხედროები უკვე ურტყამენ ესეთ ობიექტებს. ამასთან დაკავშირებით რა სტრატეგიას ხედავთ ბანდარ აბასში და მის გარშემო? თქვენ საუბრობ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომლის მეშვეობითაც ფაქტობრივად ირანის სანაპიროზე მდებარე ამ პორტულ ქალაქს იზოლირებენ. არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ეს ესკალაცია გაგრძელდება ან სულ მცირე დავრცელდება სხვა ქალაქებსა თუ კუნძულებზე, თუ სამხედრო დაძაბულობა გაგრძელდება? რასაც აშშ-ის. CENTCOM-ი ამბობს და ხსნის, რომ იმ ტიპის დარტყმები, რომელსაც ისინი უკვე 11 ღამე ახორციელებენ, მიზნად ისახავს დააზიანოს ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები, რომელსაც ირანი იყენებს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლებისთვის საფრთხის შესაქმნელად. ესე რომ სანაპირო რადარები, საწყობები
ბანდარ. აბასი ეს კრიტიკული პორტია, რომელიც საშუალებას აძლევს ბევრ იმ საფრთხეს, რომელსაც ხედავთ ირანიდან მოდის. ეს შეიძლება გაგრძელდეს კვირების, თვეების განმავლობაში და ასე შემდეგ. კითხვა, როცა ეს გაგრძელდება და გავრცელდება პორტის გარშემო არსებულ ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე და კიდევ უფრო შიგნით ირანში, ეს სამიზნეები. ერთი, ასევე აქვთ სამოქალაქო ორმაგი დანიშნულების მნიშვნელობა. ეს მხოლოდ ირანის სამხედრო ან ასიმეტრიულ შესაძლებლობებს არ აზიანებს. და მეორეც, უკვე ვნახეთ, რომ ირანმა პასუხად სამხედრო დარტყმების მასშტაბი გააფართოვა. ასე რომ, წყლის დამტკნარებელი ქარხნები, აქაბა და იორდანია და ასე შემდეგ. და როგორც ეს ფართოვდება, შეძლებენ თუ არა ორივე მხარე ესკალაციის კონტროლს, შეამცირებენ თუ არა ზემოქმედებას მშვიდობიან მოსახლეობაზე, ფიქრობ ეს არის თავარი ღია კითხვა. არის თუ არა ნიშნები იმისა, რომ ეს სამხედრო ესკალაცია რეალურად ზემოქმედებს რეჟიმის მოლაპარაკებების პოზიციაზე? ამასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებია. ფიქრობ, ამ პროცესის უნიკალური თავისებურება მემორანდუმიდან დღემდე ის არის, რომ პულისებში ჯერ კიდევ ყავს აქტიური შუამავლები, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ, არსებობს თუ არა გამოსავალი. და გზები, რომლითაც როგორც შეერთებულმა შტატებმა, ტრამპის ადმინისტრაციამ, ასევე ირანის რეჟიმმა შეძლონ უკან დახევა იმ ესკალაციური ციკლიდან, რომელშიც ახლა იმყოფებიან, არსებობს ცნობები, რომ ირანელებმა გარკვეული წინადადებები წამოაყენეს და თუ გავითვალისწინებთ ირანის წინაქცევას ამ ომამდეც კი, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ისინი მათთვის ხელსაყრელ წინადადებებს აყენებენ, რომლებიც შეერთებულ შტატებს გამოსავლის საშუალებას აწყობს. და რაც ჩვენ გვესმოდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, არის ის, რომ ეს წინადადებები არაფრად ღირს და ისინი რეალურ დაუყოვნებელ პრობლემებს ვერ გადაჭრის. რაც არის ირანის დაჟინებული სურვილი აკონტროლოს ჰორმუზის სრუტის ტრანზიტი და დაემუქროს რეგიონს. და თუ ირანი ამ საკითხებზე უკან არ დაიხევს, მე არ ვხედავ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე დიპლომატიისკენ გადადგამს ნაბიჯს. თუ შეერთებული შტატები გააძლიერებს სამხედრო ზეწოლას და ესკალაციას, რომელ ეტაპზე ხედავთ, რომ ისინი მიმართავენ ისრაელს ან სხვა რეგიონულ მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში, რათა ირანზე კიდევ უფრო მეტი სამხედრო ზეწოლა მოახდინონ? მე ვფიქრობ, ეს ნამდვილად კრიტიკული სფეროა, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. რაც შეგვიძლია დავინახოთ, არის ის, რომ ირანელები საკმაოდ მიზანმიმართულად ერიდებოდნენ ისრაელის მიზანში ამოღებას აქამდე. და რადგან ეხლა შეერთებული შტატების სამხედრო ძალების დიდი ნაწილი აღარ არის ახლო აღმოსავლეთ მხარეს, არამედ იორდანიაში, საუდის არაბეთსა და ისრაელშია განლაგებული და რეჟიმი ცდილობს სამიზნედ აერჩიოს და დასაჯოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები იმის გამო, რასაც ისინი აკეთებენ. მე ვფიქრობ, ალბათ დროის საკითხია, სანამ ისრაელიც არ ჩაერთვება ამაში, მაგრამ ირანმა იცის, რა შესაძლებლობები აქვს ისრაელის თავდაცვის ძალებს. მათ იციან, რამდენად დამანგრეველი და სერიოზულია ეს დარტყმები, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ერთად უტევდნენ ირანს კამპანიის პიკზე. და ეს ნამდვილად უფრო მეტ შედეგს დააკისრებს ირანს. ასე რომ ამ ეტაპზე მათ გთხილად განსაზღვრეს თავიანთი სამხედრო დარტყმები, რათა თავიდან აეცილებინათ ისრაელი. როდესაც უყურებთ ირანში დარჩენილი სამიზნეების სიას, ვისმენთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც კიდევ ერთხელ იმუქრება, რომ სამიზნე დაირჩევს პიკაქსის მთას. რას მოიცავდა ესეთი ოპერაცია? თუ რეალურად დაარტყამდნენ და სამიზნე დაირჩევდნენ ამ მიწისქვეშა გვირაბების კომპლექსს ბირთვულ ობიექტთან ახლოს? რაც ვიცით, პიკაქსის მთაზე, როგორც თქვენ ამბობთ, ის ღრმა და დამალული მთის ქვეშ. ეს არის გამაგრებული ობიექტები. ძალიან გავს იმ ოპერაციებს, რაც შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს ჩაატარა 12 დღიანი ომის დროს, როდესაც ისრაელის ოპერაციებს შეუერთდა ფორდოსა და ნატანზის სამიზნე დასაღებად. პირველ რიგში აშეთეშოს სამხედროებს ნამდვილად აქვთ შესაძლებლობები და საბრძოლო მასალა, რომ პიკაქსის მთა სამიზნედ აიღონ და გაანადგურონ. თუ პრეზიდენტი ტრამპი ამას შესთავაზებს, ან აიღებს ვალდებულებას და შეასრულებს თავის მუქარებს. და მეორე, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო სამიზნეებს, არსებობს ათასობით სამხედრო სამიზნე. ასე რომ პიკაქსის მთის გარდა ასეშიშის ცენტრალურ სარდლობას შეუძლია ამ კამპანიის გაგრძელება კვირების და თვეების განმავლობაში. Dana Strong, ძალიან სასიამოვნოა თქვენი ყოფნა ჩვენთან IO 4 News-ზე. დღეს. მადლობა ამ შეხედულების გაზიარებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. სპარსეთის ყურის რეგიონი კვლავაც განიცდის ირანის თავდასხმების მძიმე შედეგებს. კუვეითელები ანცირებენ ელექტროენერგიის მოხმარებას ირანული თავდასხმების შემდეგ, რომლებიც ენერგეტიკულ და წყლის ობიექტებს შეეხო. ბარეინში კვლავ ჩაერთო საჰაერო განგაშის სირენები, რადგან სამეფომ ირანული თავდასხმების მორიგი ტალღა აღკვეთა. ბარეინი მას პინძლობს აშეტეშუს საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტს. მაგრამ ეს უსაფრთხოების პარტნიორობა ასევე ხდის კუნძულს განმეორებით სამიზნედ. მეტი დეტალისთვის ჩვენთან ერთად არის ფატიმა ალ-ჰალბი, ორგანიზაცია შარაკა სპარსეთის ყურის საკითხების დირექტორი, რომელიც ჩვენთან მანამადან ერთვება. ფატიმა, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით i24 News-ზე. მინდა დავიწყო იმით, რომ გითხოთ თუ შეგიძლიათ აღწეროთ ბოლო რამდენიმე დღე თქვენი გამოცდილებიდან. ირანი ამტკიცებს, რომ ის ესმის ამერიკულ სამხედრო ბაზებს, მაგრამ როგორი ცხოვრებაა ბარეინში ახლა სამოქალაქო პირისთვის?
მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა. ცხოვრება ბოლო დროს გაუფალისწინებელი გახდა. ჩვენ არასოდეს გვიფიქრია, რომ ისეთ დღეებში მოგვიწევდა ცხოვრება, როცა სირენების ხმას ვისმენთ. უმეტეს დღეებში რაკეტები და დრონები ჩვენ საფლებზე გადაფრიან. ეს არ არის ის ცხოვრება, რასაც ბაჰრეინში ვიყავით მიჩვეულები. და როგორც თქვენ თქვით, ირანი ამტკიცებს, რომ ამერიკულ ბაზებს ესხმის თავს. ბაჰრეინი ძალიან პატარა და მჭიდროდ დასახლებულია. ბაჰრეინის ნებისმიერ წერტილში შეგიძლია ყველაფერი დაინახო და გაიგონო, იცით? და სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში სამიზნეები ამერიკულ ბაზებზე არ არის მიმართული. ალბათ 90% ჩემი აზრით არ იყო მიმართული ამერიკულ ბაზებზე. და ეს ჩვენი სახლებიდანაც შეგვეძლო გვენახა. ბაჰრეინის ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ მიდიან ირანული რაკეტები და დრონები სხვადასხვა მიმართულებით ბაჰრეინში ენერგეტიკულ ობიექტებს ურტყამენ, სამოქალაქო ობიექტებს, სახლებს და ზოგიერთ სასტუმროს. უკვე როგორც თქვენ აღნიშნეთ, ირანი ესვრის ამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებს ასე არ არის. დღეს ირანი ამძაფრებს რიტორიკას და ღიად იმუქრება, რომ დაარტყამს ხიდებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მთელ რეგიონში. როგორ ემზადება ბაჰრეინი ამ შესაძლებლობისთვის? მიმდინარეობს თუ არა რაიმე მზადება? ბაჰრეინის ხელისუფლებამ თავიდანვე დაიწყო სირენების ჩართვა, როგორც ტელეფონებზე, ასევე ქუჩებში. გვაქვს ბევრი ინსტრუქცია, თუ რა უნდა გავაკეთოთ, თუ მსგავსი რამ მოხდება. მაგრამ ბუცფელად რო გითხრათ, ჩვენ ძალიან გვწამს ჩვენი მთავრობის, ჩვენი ლიდერების და ჩვენი თავდაცვის სისტემა. ჩვენ ვნახეთ რამდენი რაკეტა და დრონი, რომლებიც ბაჰრეინს ესხმოდა თავს, იქნა გადაჭერილი. და ბუცფელად რო გითხრათ, მათ მართლაც შესანიშნავი საქმე გააკეთეს. და ჩვენ სულად ვენდობით და გვჯერა, რომ ისინი გააგრძელებენ და დაიცავენ ჩვენ სამშობლოს. ამის შეჩერების ნიშნები უახლოეს მომავალში არ ჩანს. როგორ სურთ ბაჰრეინელებს, რომ ეს ომი განვითარდეს და რეალურად დასრულდეს? პატიოსნად რო თქვა, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ყოველდღე რაკეტებისა და დრონების ხილვის გამო ძალიან ეშინია, ეხლა სურსო ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. და ვფიქრობ, იმიტომ რომ ირანი არასდროს დგას თავის სიტყვაზე. ბოლო რამდენიმე თვეში ასე ბევრი ადამიანი, ბევრად მეტი რეალურად სურს, რომ ამერიკულმა სამხედროებმა ეს ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ ეს ბოროტი რეჟიმი, რომელიც ბაჰრეინსა და ურის დანარჩენ ქვეყნებს მუდმივად ესხმის თავს. მაინც დაყოფილია სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის ამ თავდასხმებზე რეაგირებისას. ადრე ვხედავდით, რომ სხვადასხვა ყურის ქვეყნები სხვადასხვანაირად რეაგირებდნენ, მაგრამ ეხლა როცა ირანი აგრძელებს თავდასხმების გაფართოებას, ჩანს, ხედავთ თუ არა, რომ ზოგიერთ ყურის ქვეყანა უფრო მეტად ერთიანდება. პატიოსნად რო ვთქვა, ეხლა ბევრად უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ყურის ქვეყნები ერთიანდებიან და ერთად განან. დასაწყისიდანვე შეგეძლოთ გეთქვათ, რომ თითოეული ყურის ქვეყანა გმობს და გვერდში უდგას ყველა ქვეყანას, რომელსაც თავს ესხმიან. შეიძლება ბოლო დროს უფრო მეტად ქუვეითსა და ბაჰრეინს ეხება ეს, ვიდრე სხვა ყურის ქვეყნებს. და ხედავთ, რომ მთელი ყურის ქვეყნები ერთიანად დგანან ბაჰრეინისა და ქუვეითის გვერდით. მაგრამ ფიქრობ, რომ ზოგიერთ ყურის ქვეყანას განსხვავებული სტრატეგია აქვს, თუ როგორ უპასუხონ ამ თავდასხმებს, იცით? ფატიმა ალჰალვი, დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან i24 News-ზე და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა იმაზე, რაც ახლა ბაჰრეინში ხდება. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ.